გასული კვირის განმავლობაში ლარი ფაქტობრივად ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა. შეერთებული შტატების დოლართან კურსის ცვლილება 3 თეთრი შეადგინა, შედეგად 1 დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 70 თეთრზეა. ასევე ევროსთან ლარი 6 თეთრით გამყარდა, კურსმა 3 ლარი და 15 თეთრი შეადგინა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით 8 თეთრიანი გამყარება და დოლარმა 3 ლარსა და 71 თეთრზეა გირვანქა სტერლინგი. ლარი ასევე გამყარდა მინდა გითხრათ თურქულ ლირასთან მიმართებითაც, რუსულ რუბლთან, სომხურ დრამთან და აზერბაიჯანულ მანთან მიმართებით, ასევე აზიურ ვალუტებთანაც საუბარია იაპონურ იენზე და ჩინურ იუანზე. როგორც მოგახსენეთ, ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ გასული თვის რამდენიმე მაკროეკონომიკური პარამეტრი. აგვისტოში ექსპორტი 603 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არის 6%-ით ნაკლები. ცნობილია ფულადი გზავნილების სტატისტიკა, რომელიც აგვისტოში 321 მილიონ დოლარს შეადგენდა, ეს თანხა 10.7%-ით გაზრდილია. სხვა ეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ლარზე, ჯერჯერობით უცნობია და არ გამოქვეყნებულა. გადავხედოთ ვითარება საერთაშორისო ბირჟებზეც. გასული სამუშაო კვირის განმავლობაში ამერიკული საფონდო ბირჟისთვის არასახარბიელო პერიოდი იყო. Dow Jones-ი, NASDAQ-ი და S&P 500 %-ნახევრით გაუფასურდა. ევროკავშირის მასშტაბით ვითარება შედარებით ნეიტრალური იყო. STOXX 600-ის ინდექსი 1%-ით დაეცა მხოლოდ, რასაც დიდი დავიდარება ევროპაში ნამდვილად არ მოყოლია. კარგი შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225-ს, რომელმაც 0.5%-იანი ზრდა მისცა. რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი $69, WTI $65 და რაც შეეხება ეს რაც არის სხვათა შორის 4.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელი ერთ კვირაში. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ის არაფრით არ ცდება $60-იან ზღვარს და $64 ფარგლებშია. ბუნებრივ აირზეც გეტყვით, ევროკავშირის მასშტაბით მეგავატ-საათი ენერგიის ფასი 32 ევროს ფარგლებშია. ეს %-ნახევრიან კორექციას წარმოადგენს. განსაკუთრებულად ბუნებრივი აირი არ იცვლება. ოქროს ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 2%-ით გაიზარდა და უნცია მეტალის ფასმა მორიგი რეკორდი მოხსნა $3,790. რაც შეეხება ქართულ კომპანიებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე, აქ ასეთი მდგომარეობა და ვითარება გვაქვს. Lion Finance Group-ი, იგივე BGO, ABC აქციების ფასი 71.1%-ით გაიზარდა. ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 74.35 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია დიდი ხანია გადასცდა $150 მილიონი, 3.5 მილიარდიან ზღვარს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი თითქმის 30%-ით გაიზარდა. TBC ჯგუფის აქციების ღირებულება შემცირებულია 1%-ით და 90%-ით. ბანკის ერთი აქცია 43.95 გირვანქა სტერლინგი იღებს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $2.410 მილიონ. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 1%-ნახევრით არის შემცირებული. რაც შეეხება საქართველოს კაპიტალის GCAP-ის, ანუ CGO სტიკერით მოღვაწე კომპანიას ლონდონის საფონდო ბირჟაზე, აქციები კვირის ჭრილში შემცირებულია 2.8%-ით, 23.5 გირვანქა სტერლინგზეა დღეს კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, რომელიც ამჟამად არის $1.90 მილიონი გირვანქა სტერლინგი. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი არის 51.91%-ით გაზრდილი. სხვათა შორის აი ამ და სხვა მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები იყვნენ მიმდინარე კვირის განმავლობაში კიდევ ერთი აღსანიშნავი მოვლენის მონაწილენი. დიახ, აღსანიშნავი და ნამდვილად არა მთავარი მოვლენისა გასული კვირისა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ჩვეულად სწრაფ ტემპში დაორგანიზდა შეხვედრა საქართველოს მთავრობასა და წამყვანი ბიზნეს გაერთიანების წევრებს შორის. ბიზნესს ყველაზე მეტად მაინც რაც ჩვენ ამონარიდები გავაკეთეთ, შრომის ბაზარზე არსებული სირთულეები, ბიუროკრატია აწუხებს. ასეთია იმ ბიზნესების პოზიცია, ვინც ესწრებოდნენ აღნიშნულ შეხვედრას და შესაბამისად იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც მთავრობის ხელმძღვანელთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ სხვათა შორის ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს. ჩემთვის პირადად ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები გაკეთდა მაინც თეკეტა ჰოლდინგის დამფუძნებლისგან, თემურ კოხოძისგან, რომელმაც ყველას მოჭარბებული ბიუროკრატია შეახსენა და ხო, ასევე გაუტენ ტაგარტის მთავარი ეკონომისტი ევა ბოჭორიშვილის კომენტარი, რომ ყველაზე მეტად საქართველოს რაც აკლია, ეს არის უცხოური ინვესტიციები.
ისე ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მთავარი თემა საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა, მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები იყო და ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ BEG ინდექსის 2020-25 წლის შედეგების, ბიზნესის განწყობებისა და მოლოდინების შესახებ პრეზენტაციაც წარადგინა. მთავრობის მეთაურმა კი აი ამ კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში მთავრობისა და ბიზნესის ღია დიალოგი. თითქმის 4 საათიანი შეხვედრის შემდეგ ეკონომიკის სხვადასხვა დარგში მოქმედი კომპანიების დამფუძნებლები და ხელმძღვანელები მათ ნაწილი მაინც მედიასთან აცხადებდნენ, რომ შეხვედრაზე მოისმინეს მთავრობის ხედვები, შეთავაზებები და დაპირებები იმისთვის, რომ არსებული ეკონომიკური ზრდა შენ ნარჩუნდეს. ერთად მოვისმინოთ მათი კომენტარები. ბიზნეს ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული შეხვედრა, მიმდინარე მოვლენები ბიზნესში, როგორ ვითარდება ბიზნესი და მომავალი პერსპექტივების სხვადასხვა მიმართულებები. ძირითადად მაკროპარამეტრებზე იყო საუბარი, ბიზნეს კლიმატზე. კვლევაც იყო ნაჩვენები, რომ ბიზნესი დადებითაა განწყობილი. ეს საუბარი იყო მხოლოდ ბიზნესის საკითხებზე, საინვესტიციო გარემოზე. ბიზნეს კლიმატი გაუმჯობესებულია, დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესებულია, ასევე საინვესტიციო ინდექსიც გაუმჯობესებულია. ყველა ციფრი ცალსახად მიუთითებდა იმაზე, რომ ვითარება არის სტაბილური და ბიზნესს აქვს დადებითი არა მხოლოდ არსებული სტატუს-კვოს განწყობა, არამედ დადებითი მოლოდინი მომავალი განვითარების კუთხით. რადიკალურად გაზრდილია პოზიტიური მოლოდინები, იგივე ლარის კურსთან დაკავშირებით იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გაჟღერებული, რომ შენარჩუნებულია ეს კურსი და ბიზნესი არ ელოდება კურსის ცვლილებას ან დაწევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური პარამეტრების შესასრულებლად. რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, ქვეყანაში ძალიან კარგია. ახლა ამას მე რომ არ თქვა, ყველა კვლევა ადასტურებს ზრდა რეგიონში და მთლიანად გარშემო, მე მგონი ევროპაშიც კი ერთ-ერთი საუკეთესო გვაქვს ბოლო 3-4 წლის განმავლობაში. თუმცა ეს ტენდენცია რომ შენარჩუნდეს და უფრო გაძლიერდეს, ამისთვის ამ გამოწვევებს ადეკვატური დროული პასუხი ჭირდება. გამოწვევების ნაწილში ჩვენ ნახეთ, რომ ცოტათი აწეული არის ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ბარიერები და ამაზე პრემიერთან ძალიან ღიად იყო საუბარი. ბიუროკრატია, რომელიც ზედაც აუცილებლად მივიღეთ ჩვენ და დაპირება რომ გადაწყვეტება რაც შეიძლება სწრაფად. ბიზნესს რაც ყველაზე მეტად დღეს აწუხებს, ეს არის საკადრო რესურსების დეფიციტი, ამ მიმართულებით პროფესიული სასწავლებლების კუთხით იყო ასევე საკითხი დასმული და აქაც მთავრობის ხედვა შემოთავაზებული. გამოწვევები არის არაპროფესიონალი კადრები ქვეყანაში და ამ კუთხით ძალიან სიმცირეს და ნაკლებობას განიცდის ბიზნესი და საკმაოდ საქმიანი საუბარი ჰქონდა პრემიერს. პალიტრა კითხვების იყო იგივე სასოფლო-სამეურნეო მიწების არასასოფლოში გადაყვანის თემასთან დაკავშირებით, ასევე გახდა დასმული კითხვა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით დაგეგმოთ ცვლილებებთან დაკავშირებით. ძირითადი გამოწვევა დღეს მოდის სწორედ იმ პრობლემებით, რომელიც უკავშირდება სამშენებლო ნაწილში თეთრისის გაუქმებასთან დაკავშირებით კომპანიების განწყობის გაუარესებას, მაგრამ თუ კი ჩვენ კომპრომისი გვექნება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვთქვათ, შემცირება განწყობების ნაწილში ისევ გადაიზრდება უფრო პოზიტიურ განწყობაში. პრემიერმა გააჟღერა ძირითადად ენერგეტიკის მიმართულებით რეფორმაზე ჰქონდა საუბარი, განათლების რეფორმაზე იყო საუბარი და თქვათ იგივე ლოჯისტიკურ პროექტებზე. ბევრი კარგი საკითხი ენერგეტიკაზე, განვითარებაზე, მომავალზე. ვფიქრობ, ბევრი კარგი და საინტერესო საკითხები გავიარეთ. დააზიანებს თუ არა ივანიშვილის სანქცირება ქართულ ბიზნესს? ჟურნალისტებს შორის ესეთი კითხვაც გაჩნდა, რომელსაც ირაკლი კობახიძესთან შეხვედრების შემდეგ ბიზნესმენების ნაწილმა უპასუხა, ნაწილმა კი კომენტარებისგან თავი შეიკავა. საერთო ჯამში აქაც სიახლე არ არის და პოზიცია არის ძველი. საჯაროდ მოსაუბრე ბიზნესმენების ძალიან დიდ ნაწილს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოლოდინი არ აქვთ და მიიჩნევენ, რომ მისი, ანუ ივანიშვილის სანქცირების შემთხვევაში ქართული ბიზნესი დაზარალდება. ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება დააზიანებს ქართულ ბიზნესს? რა თქმა უნდა, ნებისმიერი სანქცია არ მუშაობს არანაირად უწვინოა. როგორ არ მუშაობს? სანქციები არ მუშაობს, ბატონო ირაკლი. თქვენ სანქცირებას ელოდებით?
მე ჩემს სანქციებს აღოდება, სანქციები ამუშავებს, ამაში გუამრავი წაიკითხოთ ეკონომისტების აზრი. რო გამკაცრდეს ეს სანქციები, ბრიტანეთის რუსეთში მუშაობა სანქციებმა? არის მუშაობა ბატონო. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ვინც არ უნდა დაასანქციროს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ არანაირი მაგის, ასე ვთქვათ, მოლოდინი არ. თუ დასანქცირდება, რა თქმა უნდა, დააზიანებს ნებისმიერი ბიზნესმენის დასანქცირება და გვაზიანებს ჩვენ საერთოდ ბიზნესს. ნებისმიერი ადამიანის სანქცირება, განსაკუთრებით ბიზნესს, ვინც აკეთებს ქვეყანაში, ან მართავს რაიმე პროცესს, არის ძალიან ცუდი სანქცირება. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ სანქცირება არ იქნება. მე არ მიმაჩნია, რომ ასეთ შეხვედრებზე ზოგადად რაიმე მნიშვნელოვანი წყდებოდეს ან ირჩეოდეს. შესაბამისად მგონია, რომ ბიზნესმენებთან შეხვედრას ჰქონდა რამდენიმე დანიშნულება. მათ შორის გამორჩეული იყო ეკონომიკის მინისტრის როლის წარმოჩინება და ხაზგასმა ირაკლი კობახიძის მხრიდან, რაც აქცენტირდა სიტყვით გამოსვლისას არაერთ გზის პრემიერ-მინისტრისგან. დიახ, ამის საჭიროება ნამდვილად იყო. როგორც ფაქტობრივ, ასევე ემოციურ დონეზეც. იმ საკმაოდ უხერხული და ვიტყოდი უადგილო ფორმატით შეხვედრის შემდეგ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის თბილისის რეზიდენციაში გაიმართა, სადაც მართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე პოლიტიკოსი, ჯამში სრულიად კერძო პირი საქართველოს სამთავრობო დელეგაციის დახმარებით ესაუბრებოდა არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს. ისევე როგორც ცხადია, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წარმომადგენლობითი თავყრილობა გამართა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ბიზნეს ასოციაციით ცხადია არც იწყება და არც არასდროს დასრულდება საქართველოს ბიზნეს წარმომადგენლობა, რა პერსონალიებითაც არ უნდა იყოს ის წარმოდგენილი. ბევრს ირაკლი კობახიძის მთავრობასთან შეხვედრისას არც დაესიზმრება, ვინც ესწრებოდა ამ შეხვედრას, არ დაესიზმრება მაგალითად ისეთი შემოსავლები, რომელიც მხოლოდ ერთი საქმის გახსნიდან გაასაჯაროვა საქართველოს პროკურატურამ გულისხმობს 700 მილიონი დოლარის ფულის გათეთრების საქმეს, რომელიც 3 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ხორციელდებოდა. ბიზნესმენებმა საკმაოდ კარგად იციან, რა არის საკომისიოები ფულის გათეთრების თემაში ჩართვისას. და როცა საქმე გვაქვს კრიმინალთან, რომელმაც მოგების სახით 3 წლის განმავლობაში 150-დან 250 მილიონ დოლარამდე შეიძლება დაიტოვოს. მხოლოდ საკომისიო ხო და ბოდიში მომითხოვია, ასეთი ბიზნესები საქართველოში ბევრი არ არის. უпроსტად, ერთ ხელზე ჩამოსათვლელია სულ რამდენიმე. ისევე როგორც ნარკოტიკების ტრანზიტის და გავრცელების თემა, რაზეც სრულად ხსნილი და ნებადართული იყო გასულ წლებში საქართველოში და უდიდესი ალბათობით კონკრეტული ჩინოვნიკები ამ ტრანზიტზე და გავრცელებაზე მილიონებს შეულობდნენ. ამის დასტურია სამართალდამცავების მიერ ბოლო 3 თვეში ზეგააქტიურებული მოქმედება და დღეში რამდენჯერმე თუ არა ყოველკვირეულად საოცარი ამბებით გვამკობენ ბატონი გელაძის უწყებიდან ამ ბოლოს მთლად 50 მილიონის ჰეროინის საქმე გაიხსნა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაპატიმრებული ყავს ირანის მოქალაქე, რომელიც სატვირთო ავტომობილში დატვირთული თევზის საკვებით გადაადგილდებოდა, სადაც ნანახი დამოღებულია ტვირთში დამალული 8 ტომარა, რომელშიც 200 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი იყო მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს და იდეაში მათ იციან, ძალიან კარგად იციან, მათ იციან თუ იციან ფასები ნარკოტიკზე, რომ ამოღებული 8 ტომრის შიგთავსი 50 მილიონი ლარის ჰეროინს იტევდა.